ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე რეგულაციები მკაცრდება, წარწერების გაკეთება, ისტორიულ შენობებსა და ძეგლებზე ინფრასტრუქტურის განადგურება, ფასადების დაზიანება, მსგავს შემთხვევებზე ფინანსურ ჯარიმებს შესაძლოა ადმინისტრაციული პატიმრობაც დაემატოს. დედაქალაქის მთავრობა აღიარებს, რომ წლების წინ მიღებული კანონი ვერ მუშაობს, რის გამოც მისი აღსრულების მიმართულებით მაქსიმალურად მკაცრი ზომების მიღება იგეგმება. კანონდარღვევების გამოვლენის პროცესში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთვება. 5,000-ზე მეტი შენობის იერსახის დაზიანება და მილიონობით ლარის ზარალი თბილისის მუნიციპალურ ბიუჯეტს. დედაქალაქის მერია ვანდალიზმთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გეგმავს. მიზეზი ისტორიულ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში ფასადების მიზანმიმართული დაზიანება. მსგავს ფაქტებს თბილისის ბევრ ქუჩაზე შეხვდებით, თუმცა ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსთაველის გამზირზეა. იერსახე დამახინჯებული არა მხოლოდ კედლებზე, არამედ მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ბორდიულებზეცა. ის მერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად აქტიურ თანამშრომლობას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იწყებს. თვითონ ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, აქ საუბარი არის ათეულობით მილიონ ლარზე. ეს არის ისევ თქვენი თანხა. რიგითი მოქალაქეების თანხები, რომელიც უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან. მაშინ, როდესაც შეგვიძლია ეს თანხები მიმართოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ფასადის იერსახის დამახინჯებისთვის და ვანდალური ფაქტის ჩადენისთვის აქამდე თუ პირი მხოლოდ ჯარიმას იხდით და ახლა კანონმდებლობით თუ ზარალი 150 ლარს აღემატება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით მოუწევს, რაც პატიმრობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. მომდევნო პერიოდში გამკაცრდება ადმინისტრება და აღსრულება თითოეული იმ სამართლებრივი ნორმის, რომელიც ითვალისწინებს დაჯადობას იერსახის დამახინჯებისთვის, ასევე ვანდალიზმისთვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კი ადგილი ექნება ისეთი ტიპის ქონების დაზიანებას, რაც აღემატება 150 ლარს, ეს წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს პატიმრობას. შესაბამისად, პოლიცია ყველა მსგავს ქმედებაზე დაიწყებს გამოძიებას. თბილისში ვანდალური ფაქტის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირების მოხდენა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუნიციპალური ინსპექციის პრეროგატივაცაა. უკვე დაზიანებული იერსახის მოწესრიგება კი თბილსერვის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს. სამწუხარო ფაქტები არის ფასადების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების კუთხით და აქ ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთობლივად მუშაობით კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს ის არსებული ზომები, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ ფინანსურ საქციელს გულისხმობს. არის ისეთი ზედაპირები, რომელზეც გაწმენდა შეუძლებელი, რადგან გაწმენდის დროს ან არ შორდება, ან ზიანდება ზედაპირები. შესაბამისად, მისი გადაღება მოწესრიგება საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ასე ხდება როგორც ქალაქის ისტორიის, ასევე იერსახის დაზიანება. ამ ქალაქს უამრავი სტუმარი ყავს საზღვარგარეთიდან და ყველას ვთხოვთ, რომ გაუფრთხილდნენ ქალაქს. ვანდალიზმთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების ინიციატორი თბილისის მერია, თუმცა საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს. წინასწარ ცნობილია, რომ ამ ინიციატივას მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება. აღმასრულებელი ხელისუფლების მსგავსად თბილისის საკრებულოშიც მიაჩნიათ, რომ ეს საჭირო და დროული ინიციატივაა, რამაც დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტების შემცირება უნდა უზრუნველყოს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ქმედითი მექანიზმი იმისად, რომ ასეთი სამართალდარღვევებისა თუ დანაშაულების პრევენცია მოხდეს, ერთი მხრივ პრაქტიკაში გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ თუ საჭირო არის კიდევ უფრო თვეთი მექანიზმის შემუშავება საკანონმდებლო კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენს ამაზე არ ვიტყვით არასდროს უარს. თბილისის მუნიციპალიტეტი ხარჯავს ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარს ერთის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის აღსადგენად, მეორეს მხრივ ფასადების რეაბილიტაციას. ამის პარალელურად ფასადების დამახინჯება და ვანდალიზმი ამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით არის არარაციონალური ქმედება. თბილისის მერია საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივით უახლოეს პერიოდში მიმართავს, რის შემდეგაც პარლამენტი კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას დაიწყებს.